როგორც გითხარით, ბრუნდებით მოძღვართან ერთად ჩვენ დღევანდელი სტუმარი გახლავთ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი დიოშიტოვის მამაო დაგლოცეთ. ერთმა ყველა დაგლოცეთ. მადლობთ სტუმრობისათვის. ჩვენ წინა შეხვედრაზე დავიწყეთ საზღვრებზე საუბარი და დღეს საუბრობთ მეორე საზღვრაზე, ანუ სიცრუეზე. ყველა შევახსენებ, რომ პირველი საზღვარი გახდათ მრავლისმეტყველება, ხოლო მეორე საზღვარი არის სიცრუე. ანუ მრავლისმეტყველების შემდეგ ბუნებრივია სიცრუეც აუცდენელია და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს სიცრუე, ანუ ტყუილი, მატყუარობა. საეკლესიო სწავლებით მეორე საზღვარი მოიცავს სიცრუის შესახებ სწავლებას და ეს სიცრუე კიდევ არის დაყოფილი 5 პუნქტის სახით და მე ეს პუნქტები მინდა გავაცნობს მენელს. პირველი ეს გახლავთ ფიცის გატეხვა, უფლის სახელის ამაოდ ხსენება, ეს არის მესამე მცნება 10 მცნებიდან, ცილის წამება, ესეც მესხრე მცნება, ღმერთის წინაშე აღთქმის დარღვევა და ცოდების არაგულწრფელი მონანიება. სასურველია ეს მუხლები ყველამ კარგად დავიმახსოვროთ და ყოველი ჩვენი დღე, ყოველი ჩვენი გათენებული დილა, რომელიც დაღამდება, იყოს სიცრუის გარეშე. სანამ ადამიანი ჩაფიქრდება და იტყვის, რამდენად ის არის სრულად, რამდენად ის ტყუის ყოველი დღის განმავლობაში, მინდა ყველა შევახსენო დავით მეფსალმონის სიტყვები. ეს არის 115 ფსალმონის მეორე მუხლი, ყოველი ადამიანი არის სრულ. ეს რას ნიშნავს? ბევრმა შეიძლება შეურაცხყოფად მიიღოს ახლა, რას ნიშნავს ადამიანი არის სრულ. დავით მეფსალმონე 50 ფსალმოში ასევე ბრძანებს, რომ უჯულოებათა შინა მიუდგა და ცუდათა შინა შვა დედამან ჩემან. ანუ ყველა ადამიანი დაცემული ბუნებით იბადება. ანუ ჩვენი ბუნება დაბადებიდანვე დედის საშუალიდან არის დაზიანებული დაზიანებულ მდგომარეობაში ადამიანი დაბადებიდანვე სიცრუისკენ, ასე თქვა, ტყუილებისკენ, გარკვეული ცოდებისკენ არის მიდრეკილი. თუ ადამიანს თავიდანვე ესოდინება ის, რომ მისი ბუნება არის ხილში, ანუ დაცემული, დაზიანებული და საჭიროებს გარკვეულ მკურნალობას, ბუნებრივია ის დაუკვირდება ყოველ მის სიტყვას, მის ქმედებას და ეცდება, რომ მან აღარ იცრუოს. ფიცი, რომელიც მან დადო ღვთის წინაშე, ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ დამეთანხმებით მოდის და აცხადებს, რომ პირობას ვდებ, ის ვდებ უფლის წინაშე, აი თამაკოს აღარ მოუწევ, თქვა, აღარ ვიჩხუბებ, აღარ დაავლევ, ასე შემდეგ აღუთქვავენ ღმერთს ძალიან ბევრ დანაპირებს. წერია ბიბლიაში, რომ თუ შენ ჯერ ერთი ღმერთი არ ითხოვ შენგან ფიცს და შენი ხო უნდა იყოს და არა, მაგრამ თუ შენ აღთქმა დაუდე უფალს, ეს აუცილებლად უნდა იქნა შესრულებული, იმიტომ რომ შენ ყოველი შენი სიტყვის მიცემისაგან უღონო ხარ და უნდა გახსოვდეს, რომ აი საღამოს ლოცვებში ადამიანი ამბობს ლოცვებს ძილად მისვლის წინ, ის ამბობს, რომ მე ყოველივე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვარ და თუ შენ ყოველივე სიტყვის მიცემისაგან უღონო ხარ, ბუნებრივია სიტყვა არ უნდა მისცე არც ღმერთს და არც ადამიანს. მოთხოვნა თქვა, მე ღმერთმა მომცე ძალა, საშუალება, რომ რაც თქვი, ის აღვასრულო. ასევე არ არის სასურველი ყოველ წამში და ყოველ წუთში ღმერთის სახელის ამაოდ ხსენება. აი დაკვირვებულები ხართ ალბათ თქვენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ახსენებს უფლის სახელს არასწორად და არც კი უკვირდება რამდენჯერ მოუწევს. შემთხვევაში ღმერთს იფიცებენ, ესეთებიც არსებობს. იფიცებენ, ღვთის სახელით, ასე ვთქვათ, იწყებლებიან და ღმერთის სამსჯავროს გადასცემა ადამიანებს ხშირად აცხადებენ, ღმერთმა განსაჯოს, ღმერთმა მიუზღას და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი, რომ ღმერთი არ არის ბოროტი არსება, რომ ღმერთს გადაასცე ადამიანი დასაჯა მან უკეთ იცის, ვის რა როგორ უნდა მიუზღას. და აქედან გამომდინარე ახსარება, რაც ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოება, ადამიანი მოდის და კეკლუცობს ახსარების თქმის დროს, ფიქრობს, რომ აი მოზღვარს ესეთი ახსარება უთხრას, რომ მოზღვარს მასზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეს. არ არის ხშირად გულწრფელი ახსარება და გარკვეულ ცოდვებს ადამიანები მალავენ, ანუ ცრუობენ ახსარების დროს, ასე თქვათ, რომ მოზღვარმა მასზე შთაბეჭდილება არ შეიცვალოს და ფიქრობენ, რომ ცით ახსარება თქვან, რომ მიიღონ ზიარება. ეს ბუნებრივია ძალიან დიდი ცოდვაა და სასურველია, რომ ჩვენი ახსარება იყოს გულწრფელი სიმართლე, გულწრფელობა იყოს, იმიტომ რომ ღმერთი გვისმენს და მოზღვარი უბრალოდ ესწრება ახსარებას, რომ ჩვენი გულწრფელი ახსარებიდან გამომდინარე შესაბამისი დარიგება მოგვცეს, იმიტომ რომ თუ შენ გულწრფელი არ ახარ ახსარებაში, მოზღვარი გულთამხილავი არ არის და ყველაფერს ვერ გაიგებს. ღმერთმა კი ყველაფერი იცის, ჩვენ რაც რუპენტელები ვარ და ვინა ვართ, მაგრამ ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენ ღვთის წინაშე მოზღვრის თანდასწრებით, რომ მოზღვარმა შესაბამისი დარიგება მოგვცეს. და ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ არის ეკლესიური, მაგრამ ცხოვრობს ტყუილებში
და როცა ადამიანი შედარებით სულიერად იზრდება და წლები გადის, აი ძალიან ბევრს უთქვია წლების მერე გენერალური აღსარება და უთქვას აქამდე მამაო მე ვერ ვიძახდი, ყველაფერს რაღაცას მალავდი და ეხლა მე შემეხო სულიწმინდის მადლი, ქადაგება მოვისმინე, წავიკითხე მამათა დარიგება და ეხლა მე მინდათ რომ გითხრათ გულწრფელი აღსარება, მაგრამ ეს სამწუხაროდ წლების მერე ხდება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ესეც არ ხდება, თქვათ, რომ შეიძლება ადამიანი ისე გარდაიცვალოს, ისე იცხოვროს, ისე ეზიარებოდეს მას ხორის წმინდა სისხლს და ხორცს, რომ ანუ ასე თქვათ თავისი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე ვერ თქვას გულწრფელი აღსარება. ეს უნებრივია პატანების ბრალია, მას გონია რომ მაშინვე დასჯიან, მაშინვე მას გამოაძევებენ ეკლესიიდან და მას უხდება გარკვეული ფარისეული მდგომარეობა, ხოლო ფარისეულობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იესო ქრისტემ ამხილა, რომ ასე ვთქვათ, ეუბნება ციგნობრებს და ფარისეულებს, რომ თქვენ ამბობთ ერთს და აკეთებთ მეორეს. ასეა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქრისტიანი, თქვათ, ეკლესიაში იქცევა სულ სხვანაირად, ასე ვთქვათ, სხვანაირად საუბრობს, სხვანაირი გამომეტყველება აქვს, სხვანაირად იმოსება და გამოდის საზოგადოებაში და იქცევა სულ სხვანაირად. ეს არის თვალთმაგსობა, ეს არის იცრუე, ეს არის საკუთარი თავის მოტყუება, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ვის მოვატყუებთ, ხო? ხოთმა გაგოფრთხილა ჯერ კიდევ ძველად თქმაში, რომ თქვენ ხართ სრულები, ანუ ყველა ადამიანი არის სრულ და თუ შენ ეს იცი, კი არ მეფიქრო, რომ ის ჩემი მეგობარი, ჩემი ახლობელი, ჩემი ოჯახის წევრია სრულ, არამედ ჩვენ ვართ ხშირად სრულები და ხშირად მშობელი ასწავლის შვილს, რომ არ თქვას ტყუილი, მაგრამ იგი შვილის თანდასწრებით ძალიან ბევრჯერ სრულობს. ახლა მე თქვა მამა, დიახ, რომ იგივე თქვა პირობა, რომ შეიძლება რაღაც შევპირდეთ ბავშვს და ჩვენიც არ შეუსრულოთ და აქედან მომდინარეობს ალბათ ხო ყველაფერი. ალბათ შემახსენეთ, რომ ხშირად მშობლები პირდებიან შვილებს რაღაც გარკვეულ საგნების ყიდვა, სათამაშოების ან რაღაც პირობას აძლევენ, მაგრამ ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს და აქედან გამომდინარე შვილმა უკვე ისწავლა მშობლისგან სიცრუე და რასაც ჩაასახებ ბავშვს, იგივეს ამოგძახებ, შენ ატყუებ დღეს ბავშვს, ხვალ ის მოგატყუებს და მე ვიკვირთ ხოლმე ვისგან ისწავლა ბავშვმა სიცრუე. როგორი საზოგადოება გვეყოლება, ეს მშობლებზე არის დამოკიდებული ხო საომავლოდ, ქვეყანას როგორ თავმოყრება. ბავშვი არის ოჯახის სარკე და რასაც იგი მშობლებისგან ხედავს, იგივეს გაიმეორებს და სამწუხაროდ მე უკვირს მშობლებს და აცხადებს, რომ დაბრალებს თქვა სკოლას, ბაღს, თქვა ან რომელიმე სხვა საზოგადოებას, რომ მან იქიდან მოიტანა ეს ტყუილი, ან ქუჩაში ასწავლეს მას ტყუილი და ასე შემდეგ. აი ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ათმცნებაში არ წერია, რომ აი არა იცრუო, ხო? მაგრამ როცა წერია, რომ არა ცილის წამო მოყვასა შენსა სიცრუით და არ ახსენო უფლისახელი, ამაოდ ნახეთ, ეს ერთი სწავლება მეორე საზღვარი ორ მცნებას აერთიანებს თავის თავში. იყო პერიოდი ძალიან ცოტა ხნის წინ, რომელიც სრულ დასმენებით, სრულ ცილისწამებებით ძალიან ბევრი ადამიანი საყურებელში აღმოჩნდა და ძალიან მადლობა ღმერთს, რომ ეს სიტუაცია შეიცვალა და გამომჟღავნდება ტყუილი მართალი. მე მოგესალმებათ, რომ სწავლებულებთან ურთიერთობის გაყოფილების ხელმძღვანელი გახლავართ და ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სრულ, ასე ვთქვათ, ცილისწამებით და სრულ გარკვეული მხილებით არის საყურებელში და ისინი მალე განთავისუფლდებიან ღვთისყალობით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ვინმე ცილი დასწამა, ყველა აგებს პასუხს აქედან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ შენ უფალს დასწამე, რადგანაც იცი, რომ ადამიანი ხატება და მსგავსებაა და ყველა ადამიანი ღვთისშვილია, შენ თუ ადამიანს ცილს სწამებ და იტყუები და სრუფის საძლევ, აქედან გამომდინარე, შენ აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი და თუ არ მოგეთხოვება, მაშინ უარესი შენთვის თუ ისე გარდაიცვლები ტყუილში და სიცრუეში. და ყველა ადამიანს მინდა შევახსენო, რომ ამის მერე მაინც ყოველი სიტყვა და ყოველი მისი ქმედება გააკონტროლოს და ღვთის წინაშე მსჯავრი არ დაიდოს თავზე. დღეს ორშაბათია და სასურველია დღეიდან მაინც ვიფიქროთ იმაზე, სამსახურებში რომ მევა ხალხი თქვა, სკოლებში და სასწავლებლებში, ნუ მოვატყუებთ ლექტორებს, მოვატყუებთ უფროსებს, მოვატყუებთ მეგობრებს, თქვა სიმართლე. სიმართლე ხშირად მწარია, მაგრამ აუცილებელია მისი თქმა, იმიტომ რომ გვეყოფა სიცრუეში ცხოვრება. აი ძალიან ხშირად ჩვენ ტელევიზიიდან, პრესიდან მრავალ სიცრუეს ვისმენთ. მასაც თავისი ფორმა შეიძლება ქონდეს, ხო, მამა, ხა შეიძლება ესე პირდაპირ რაღაც ხისტი არ იყოს ეს სიმართლე, მაგრამ რაღაც რბილად ისე ვთქვა. ასეთი იგავის არსებობს, ასეთი იგავის არსებობს, რომ აი მეფე ეკითხება თავის წინასწარმეტყველს, რომ რამდენი ხანი ვიცოცხლებ მე და ის ეტყვის, რომ შენ მალე გარდაიცვლები და მაშინვე ჩააგდებს საპყრობილეში, მაგრამ მეორე ბრძენი ვეზირი ეუბნება მას, რომ შენ ესე ვთქვათ შენ ახლობლების შემდეგ გარდაიცვლებ.
რაღაც გაკვეული სიბრძნე საჭირო როგორ ეტყვი ამ სიმართლეს და ამ გაკვეული სიცრუეს არის სიბრძნე სიცრუესაც ხო ყველას მოგესალმებათ რაღაც გაკვეული სიბრძნე არის სიცრუეში ადამიანი ხანდახან აცხადებს რომ მე კეთილი ტყუილი თქვი მე რამე ამით არაფერი არ დაშავდება ცირე და პატარა ტყუილი თითქოს პატარა მოიწყვე რა მოხდა და არაფერი არ დამიშავება ეს როგორ აქვს და მზიანი არავის არ მიიღება ყოველდღე ცხოვრებაში ხანდახან მოგიტა შეიძლება ხომობით მოვიდეთ არ მithkoms არაფერი და არან არ დამეყოყოთ ასეთ ადამიანებს მინდა შევახსენო იოანე ღვთისმეტყველი სიტყვები რომელიც ბრძანებს რომ ვინც სრულობს მათი მამა არის ეშმაკი რამე თუ მან იცრუა პირველად კარგად დაიმახსოვრეთ ეგ არ წერია რომ მოაკვდინებელი ცოდვა არსებობს და ნაკლებად მძიმე ცოდვა არსებობს მაგრამ არ წერია რომ არსებობს დიდი ტყუილი და მცირე ტყუილი რა თქმა უნდა არის განსხვავება დიდ და მცირე ტყუილის შორის მაგრამ ეგ წერია რომ ვინც სრულობს მისი მამა არის ეშმაკი რამე თუ მან შესწოდა პირველად ანუ ეშმაკმა იცრუა ადამს უთხრა ნახევარი სიმართლე ევას და შემდგომში ავას და დაცემის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიცრუე ნახევარი სიმართლე რომ ეჭვი შეიტანა ეშმაკმა ევაში ევამ ადამში და ადამიანმა ასე თქვა შესწოდა და მას ღმერთი წარმოუდგა როგორც მატყუარა არსება რომ მან თითქოს იცრუა ადამიანის წინაშე და აქედან გამომდინარე ადამიანი ასე თქვა დაბრკოლდა გამოძევებული იქნა სამოთხიდან დღეს შეიძლება შენ მცირე ტყუილის იძახი და აცხადებ რომ ამას არანაირი ზიანი არ შეიძლება რომ მოუტანო საზოგადოებას მაგრამ დღეს თუ შენ ეს მცირე ტყუილი არ მოიშორეს სიცრუე ხვალ ეს გადაიზრდება აუცილებლად დიდ სიცრუეში აქედან გამომდინარე ყველანაირად მაინც ვეცადოთ რომ ჩვენი ბაგეებიდან არ გამოვიდეს არანაირი სიცრუე თორემ ადამიანი არის ხშირად რომ არანაირად არ ჭირდება მას ტყუილი მაგრამ ხშირად იძახის რომ მივეჩვი იმდენად მივეჩვი მე ტყუილის რომ არ შემიძლია რომ არ ვთქვა ტყუილი ნახეთ როგორ ჩაიკირა ადამიანში ეს მამანკიერი თვისება ასე რომ მაინც სასურველი იქნება რომ ეს ხუმრობით იქნება თუ ნახევრად ხუმრობით იქნება გჭირდება არ გჭირდება ნუ მივეჩვევით სიცრუეს თორემ ჩვენ სიცრუეში მოგვიწევს ცხოვრება არასერიოზულ სამყაროში არასერიოზულ გარემოში და ჩვენ საზოგადოებაში იქნებით სრულპენდელები. ესეთი ხალხური რაღაც პატარა ზღაპარიც ვისწავლეთ სკოლაში მე მგონი გახსოვთ თქვენ, როცა ეს ერთი ჭაბუკი იტყვება რომ გელი მოდის და ამ დროს გონიათ რომ მართლა მოდის და არ მოდის და მე რაცა მართლა მოვა გელი მე არავინ აღარ ასე თქვა გამოვა რომ თავი დაიცვას და ასე ხშირად რა ჩვენ უყურებთ ტელევიზიას კითხულობთ პრესას ისეთი რაღაცები იწერება და ითქმება რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ხალხი სიცრუეში ცხოვრობს და როცა მოვა ის ანტიქრისტე და დადგება აპოკალიფსის ხანა ხალხი იმდენად მიეჩვევა ტყუილებს რომ მას არ მოატყუა უკვე ისინი არაფერს აღარ დაგიჯერებენ და სიცრუე იქნება სიმართლე ჭყალებში და სიმართლეს უკვე აღარ ექნება არანაირი ფასი იმიტომ რომ საზოგადოებას აღარ დაჭირდება სიმართლე იმიტომ რომ გეტყვი შენ სიმართლეს რომ თქვენ აღმოჩნდებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ისინი აღარ დაგიჯერებენ და ეგონებათ რომ შენ ხუმრობ შენ ნახევარ სიმართლეს ეუბნები რომ შენ ეს ჩვევაში გაქვს და ასე შემდეგ განსაკუთრებით სასულიერო პირებმა უნდა ადამიანებს ვასწავლოთ პირადი გამოცდილები და პირადი მაგალითით ესე ვთქვათ შეშმარიტების ქადაგება და სწავლება რომ ჩვენი ყველა ქადაგება ეს ტელევიზიით იქნება ამბიონიდან იქნება თუ პირად ცხოვრებაში იქნება არ უნდა იყოს რაღაც ესეთი ბუნდოვანი და არ უნდა იყოს ნახევარ სიმართლე და არ უნდა იყოს რაღაც ესეთი ფსევდო ან იგავური სახით უკვე დადგა დრო რომ ჩვენ ადამიანებს სიმართლე უთხრათ პირში და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ერიდება სიმართლის თქმას და ცდილობს რომ ეს სიმართლე შეალამაზოს რაღაც გარკვეული სიცრუის საფაროში მოაქციოს რომ გასაგები იყოს ადამიანებისთვის და სამწუხაროდ ესეთი მდგომარეობა ჩვენ არ გვჭირდება და კარგს არაფერს არ მოგვიტანს რა ზოგჯერ თქმაშობს არათქმასთან ნათქვამია სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა ვერმე სულს ეს ორივე სამყაროსთვის არის მავნე ანუ ჯერ ადამიანი ხორცილად დაავადება და ანუ მისი პიროვნება საზოგადოებაში იქნება სრულ და მისი დანახვა და მისი ასე ვთქვათ დაჯერება არავის არ ექნება მერე უკვე სნეულდება უხილავად სული და ადამიანი სიცრუეში ცხოვრობს და როგორც აღნიშნეთ იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები მისი მამა ავტომატურად ხდება ეშმაკი და ის ვთქვათ ცხოვრობს ეშმაკური ცხოვრებით და მას უკვე სახეზეც გარეგნობაზეც ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ექნება გამოსახული. ალბათ თქვენ ხვდებით რომ აი ადამიანი რომელიც მატყუარა, ფლიდია, ცრუ არის, სუპენტელა სახეზეც უკვე ეტყობა ასეთ ადამიანებს და მათი უკვე არავის აღარ ჯერა, მაგრამ სამწუხაროდ მაინც უსმენენ ასეთ ადამიანებს. და ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გამოდის და ეთერში თელ საზოგადოებას ატყუებს, ყველამის რო იტყუება, მაგრამ მაინც უსმენენ
მაინც უსმენენ მას, იმიტომ რომ ზოგს სიცრუეში ცხოვრება უკვე მოწონს, იმიტომ რომ სიმართლე რო უთხრა, მაინც და მაინც არ მოწონს. აი მაგალითად, წმინდა ილია მართალ როცა წერს კაცია ადამიანს, ხო ეს იყო სიმართლის ჭეშმარიტების თქმა იგავური სახით და მას ჰქონდა გარკვეული პროლოგი. ეს პროლოგი სამწუხაროდ კომუნისტურმა სამყარომ არ გამოაქვეყნა. პროლოგი ასე იწყებოდა, რომ გუბეში, წუმპეში არის ლუარსაბი და ლუარსაბი ედავება წმინდა ილიამ, მოთს რა გინდოდა, მე ძალიან კარგად გზნობდი თავს ამ წუმპეში და რატო გამომიყვანა მე აქედან. ანუ სიმართლე რომ მოყარეს პირში უძახენ, ეს პირს უკანა, ხო ასე იწყებს წმინდა ილია მართალი და ადამიანს ეუბნები სიმართლეს, რომ შენ ცოდვილი ხარ, შენ სრულ ხარ, შენ ქურდი ხარ, მავნებელი ხარ და ასე შემდეგ. ას არის ბუნებრივია არ სიამოვნოს და უნდა რომ ლაფი გესრულოს და გეტყვის რომ შენ უარესი ხარ. როცა იტყვი რომ შენ გონიერი ხარ, ჭკვიანი ხარ, მართალი ხარ, ბრძენი ხარ, ეს უკვე სიამოვნო და სამწუხაროდ საზოგადოება სიცრუეში ცხოვრობს. სკოლისკენ მიიყვანო, წაიყვანო სხვა ადამიანი, ესე რო ეძახო რომ არა ჩვეულებრივია, გონიერია, ყველაფერს რა გადაწყვეტილებაც მართებულია სწორნაბის ეკირება ადამიანს სოლი ქმარს, ქმარი ცოლს, შვილები მშობლებს და მშობლების შვილებს აცხადებენ რომ ძალიან გონიერი და კარგი მეუღლე მყავს, ჩემი შვილი ყველაზე ჭკვიანია კლასში. ხელქოითი მიდის სამსახურში და უფროსს აქებს დადიდებს რა ნიჭიერი ბრძანდები და რა გონიათ მართალ საზოგადოებას და ასე შემდეგ ამ სიცრუეში ცხოვრობს ადამიანი და ეს ყველაფერი მოწონთ მას. მაგრამ ადამიანებს შეიძლება სიმართლეს იძახეს მაშინ როცა მოვა ჩხუბი. როცა რაღაც სკანდალია და რაღაც ადამიანს ეჭვ მაშინ მიახლიან თავშევარეკმანას მაშინ უკვე ნაკლებად დასაჯერებელია ჩვენი სიმართლის თქმა. როცა ყველაფერი კარგად არის და ადამიანი თავს კარგად გზნობს და არ ჩხუბობს და გაღიზიანებული არ არის, აი მაშინ უთხარი სიმართლე იგავური სახით. რაღაც ესე პირდაპირ მართლა არ შეიძლება უცბად ადამიანს უთხრა რომ შენ კეთრი გაქვს და რაღაც სიმსივნე გაქვს, ხო? უნდა ადამიანს უთხრა რაღაც შელამაზებულად სიყვარული, თქო კი არ უნდა დაუმალო სიმართლე. უნდა უთხრა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როცა იქნება დადგება, ესე იგი ბრმასო მეუღლე გარდაეცვალა და არ ეუბნეოდნეო და გვეძილ არ დაუწოდა ხო გაიგებსო. ანუ ადამიანი მაინც გაიგებს ამ ყველაფერს და ჯობია რომ ესეთი ლამაზად და გასაგებად უთხრათ რომ ეს ყველაფერი შემდგომში არ იყოს ტკინეული მისთვის. იმიტომ რომ არ არის რა დამალული რომელი არა განსხვავდეს. ანუ ყველა ჩვენი სიტყვა ადრეს გითხარით ამას მე ხშირად ვიმეორებ, ადამიანი ხილულ ქმნილებათა შორის არის მეტყველი არსება და ყოველი ჩვენი სიტყვის ასე თქვათ თქმით გავმართლდებით სასუფეველში ანუ სამშაბლოზე და ყოველი ჩვენი სიტყვით რომელიც იქნება სიცრუე, სპილსიტყვაობა, მრავლისმეტყველება და ასე შემდეგ იქნებით განსჯილი, ანუ იქნებით გაგზავნილი ჯოჯოხეთში. ნახეთ, აი სიტყვის გამო შეიძლება ადამიანი ჯოჯოხეთში აღმოჩნდეს არასწორი სიტყვის გამო, რომელიც მისი ბაგეებიდან გამოვა. და ვისაც ყური აქვს ისმინოს და ვისაც ასე თქვათ უნდა რომ დღეიდან უფრო უკეთესი ადამიანი იყოს და აქამდე სიცრუეში ცხოვრობდა, იყო მატყუარა და ცრუპენტელა, აი დღეიდან მაინც ნუღა მოიტყუება, აულაგმოთ ჩვენი ბაგეები და თქვათ, აი თუ არ შეგვიძლია სიცრუის თქმა, არ შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია სიმართლის თქმა, დაძდე უფალო გაჩუნდე. ზოგი ჩვენი ბაგეები ასე თქვათ უფალს შევაბედროთ რომ კარიძნელი და ბაგეთა ჩემთან რომ ჩვენი ბაგეები იყოს დამორჩილებული და თუ მაინც და მაინც ვერ იმორჩილებ დადუმდი გაჩუმდი ხო შეიძლება და ნოიტყვი. მაგრამ სამწუხაროა რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება საზოგადოება ამით არსებობს, ამით ცხოვრობს და აი რომ რაღაც ახალი სიცრუე არა თქვა და რაღაც ახალი რამე არ მოიგონო ადამიანს უკვე აღარ შეუძლია სამწუხაროდ. ეს ვთქვათ მამა რომ არსებობენ ადამიანები საზოგადოებაში რომელთაც ვთქვათ ბოდიშის მოხდა უჭირთ ძალიან და შეიძლება აღსარებაზე მოვიდეს პიროვნება აღიაროს რომ ვთქვათ ვიღაცას წილი დასწამა ან მოატყუა მაგრამ იმ პიროვნებასთან ურთიერთობაში ეს ყველაფერი არ განაცხადოს. ადრე ასე იყო მეოთხე საუკუნემდე, როცა ადამიანი ვინმეს რამეს დაუშავებდა, ან მოატყუებდა, ან შერწყობას მიაყენდა, მასთან უნდა მისულიყო და მის წინაშე რეარებინა მისი ცოდვები. მაგრამ იმდენად, ასე ვთქვათ, დაეცა ადამიანი, იმდენად დაშორდა სიყვარულს, უფალს, ეკლესიას, რომ ეს აღსარების საიდუმლოება უკვე საჭირო გახდა სასულიერო პირთა რო თქვას. აი თქვათ, ვინმეს მოატყუა, მე რატომ უნდა მითხრას? ვისაც მოატყუა, იმას უნდა უთხრას, ხო? მივიდეს რომ უთხრას, რომ მე თქვენ მე შენ მოგატყუე. მაგრამ იმდენად მიმღეობა აღარ არის ამის, იმდენად შეეცვლება საბედილება ჩვენზე, რომ უკვე აღსარების თქმა გახდა საჭირო ცალკე სამხსარებლოში, უკვე დაფარულში, მარტო მოზღვარი და უფალი გისმეს. აი ადამიანი გამოდიოდა ამბიოზე და აცხადებდა რომ მე თქვენ მოგატყუეთ, მე თქვენ გაგიკითხეთ, მე თქვენზე ვთქვი ცუდი
და იყო შენდობა ერთმანეთის, მაგრამ ახლა რა თქვი შენ საზოგადოებას უთხრე რომ მე თქვენ აქამდე გატყუებდით, სურპენდელა ვიყავი, ვილსიტყვაობაში ვიყავი, განკითხვაში ვიყავი, მე მგონი ვერ გადაურჩებით ხო ესეთ ადამიანებს. ამიტომ ასე ჯობია რომ მოზღვარ თქვა საკი ახსარება, მაგრამ არსებობს შენდობის კვირას ხო? მაინც ერთმა ეკლესიამ დაადგინა ერთი დღე, როცა დიდი მარხვა იწყება და სასურველია მაშინ მაინც მივიდეთ და უთხრათ რომ მე თქვენ გატყუებდით, მე თქვენ ვერ გიტამდით, განკითხვაში ვიყავი, შენი დანახვა მაინც და მაინც არ მსიამოვნებდა. დაინახავთ რომ ალბათ გულწრფელად ინანიებს ამ ყველაფერს, ვფიქრობ რომ შენდობას არ უნდა იყოს. რომ ის ადამიანი მიხვდეს რომ შენ ამის გაკეთებელი აღარ ახარ მეორედ, მაგრამ თუ შენ ამას აკეთებ მოჩვენებითად, იმიტომ რომ დღეს შენდობის დღეა და ხვალე ზიარება გინდა თქვა და მოკლედ რაღაც ფარისეულობა და რაღაც სპექტაკლი დადგე, ხო? უკვე ეს მიმღეობა უკვე ადამიანს უკვე ბუნებრივი არ აქვს. იმდენად სრემლიანი უნდა იყოს შენი თვალი და იმდენად გულწრფელი უნდა იყოს შენ, ეს ადამიანი მიხვდება რომ შენ გამოსწორდი. მაგრამ თუ ის დაინახავს რომ შენ დღეს ინანიებ, მაგრამ ხვალე იგივეს ჩაიდენ და იგივე მატყუარა და იგივე სიცრუეში იქნები, ბუნებრივია შენდობას ვერ მიიღებ. დავადებით შენდობის კვირას, ჩვენი ყოველი მონანიება და გამოსწორება სიმართლის აღადება. რა თქმა უნდა, საინტერესო საუბრისათვის შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი გახლავთ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, საუბრობთ სიცრუეზე მეორე საზვერზე.